ზეამაღლობელს ევროკავშირის უმაღლეს ჯილდოს 3 საათში გადასცემენ ოლიგარქის რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი და მედია მენეჯერი გახდება პირველი ქართველი, რომელიც ევროპული გაერთიანების ყველაზე პრესტიჟულ სახაროვის პრემიას მიიღებს. მასთან ერთად 2025 წლის ლაურეატია ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. პრემიის გადაცემის ცერემონია თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება, მანამდე გაიმართება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და პოლიტპატიმარი ჟურნალისტების წარმომადგენლების პრესკონფერენცია. ზეამაღლობელზე როგორც ოლიგარქის რეჟიმის რეპრესიების და ქართველი ხალხის წინააღმდეგობის სიმბოლოზე ისაუბრეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე. ზეამაღლობელის საქმე სამართლიანად იქცა საქართველოში მიმდინარე რეპრესიების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ის არის თავდადებული და პატივსაცემი მედია პროფესიონალი, დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ამხელს კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ზია არის პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს საქართველოს 34 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამწუხაროდ ასე გარდაქმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს აღმოსავლეთ ევროპაში სხვებისთვის სამაგალითო იყო. დღეს ასობით პოლიტპატიმარი ზის გისოსებს მიღმა, მშვიდობიან დემონსტრანტებს პოლიციის სისასტიკით ხვდებიან. სამოქალაქო საზოგადოება უსაფუძვლო შეზღუდვების წინაშე დგას, ხოლო პოლიტიკურ ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით დევრიან. კანონები დაჩქარებულად მიიღება სამოქალაქო სივრცის შემდგომი შეზღუდვის მიზნით. დამოუკიდებელ მედიას მტრად წარმოაჩენენ, ხოლო დაშინებამ, ჯარიმებმა, დაპატიმრებებმა და ძალამ ჩაანაცვლა დემოკრატიული დებატები. ასეთ გარემოში თავად სიმართლე იქცა წინააღმდეგობის აქტად. ზეამაღლობელისა და ქართველი ხალხის ბრძოლა აშკარად სცდება საქართველოს საზღვრებს. ქუჩებში გახმიანებული მოთხოვნებია თავისუფლება, ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობის პატივისცემა. იგივე პრინციპები, რომლებზეც აგებულია ევროკავშირი. სახაროვის პრემიის მინიჭებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, რომელიც ერთად უნდა ვაწარმოოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და ქართველ ხალხს არ ექნება თავისუფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელობით მან დოკუმენტურად აღწერა დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და რეპრესიები, რომელთა წინაშეც საქართველოში პროევროპელი მომიტინგები დადგნენ. მისი დაპატიმრებით და ორწლიანი პატიმრობით ის გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტპატიმარი, რითაც წარმოადგენს მძლავრ სიმბოლოს იმ რისკისა, რომლის წინაშეც დგანან თავისუფლების დამცველი ჟურნალისტები. 2025 წლის ლაურეატები არიან ჟურნალისტები, რომელთაც არსებითი წვლილი აქვს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, დემოკრატიული სივრცის შესაქმნელად თავიანთ ქვეყნებში. მათი გამბედაობა ასახავს იმ ღირებულებებს, რომლითაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს. ეს ღირებულებები საყოველთაოა. ისინი უნდა იყოს დაცული ევროკავშირის შიგნით და იმავე სიცხადით უნდა იყოს დაცული ეს ბელარუსსა თუ საქართველოში და ნებისმიერ ადგილას, სადაც მოქალაქეები ევროპას დემოკრატიული თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის იმედით უყურებენ.